მოგესალმებით კოლეგებო, გთხოვთ წარმოდგენილი დღის წესრიგს კენჭი უყაროთ. დღეს განსახილველად გვაქვს 4 საკითხი. პირველი საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ორი ოქმის ჩანაცვლების თაობაზე, რომელიც შეეხება საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომიტეტის ნომერ 1 2025 გადაწყვეტილება. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. გისმენთ ბატონო გენადი. მოგესალმებით ბატონო შოთა, მივესალმებ პარლამენტის წევრებს, რატიფიკაციისთვის წარმოგიდგენთ ცვლილებების პროექტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს წარმოშობის წესებთან დაკავშირებით ცვლილებებს, როგორც იცით, საქართველოს 2017 წლიდან არის კონვენციის წევრი პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების რეგიონალური კონვენციის, რომელიც ამოქმედა ქვეყნებისთვის გარკვეული სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შემდეგ, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები, შესაბამისად ჩვენ ორმხრივად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებში სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოქმედებს აღნიშნული რეჟიმი, დიაგონალური კუმულაცია, ეგრეთ წოდებული, მოგვიწია ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე 2021 წლის აპრილიდან თურქეთთან იქნა დიაგონალური კუმულაცია ამოქმედებული და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა 2023 წელს. უშუალოდ ამ კონვენციის წევრ ქვეყნების წარმოშობის წესებზე და აქედან გამომდინარე არის თურქეთთანაც ეხლა შედის ცვლილება. ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი იყო, წლის ბოლოს წარმოშობის ახალი წესები უნდა შევიდეს ძალაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ გააგრძელოს მოქმედება. აქედან გამომდინარე სწრაფ რეჟიმში მოგვიწია ცვლილებების დაინიცირება. აღნიშნული რეჟიმი ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან, ეს არის ევროკავშირი, არის ასევე უკრაინა, გვაქვს ასევე თავისუფალი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან და შესაბამისად ცვლილებები განხორციელებულია უკვე ევროკავშირთან, ეხლა ვახორციელებთ თურქეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთანაც უკვე შეტანილია შესაბამისი ცვლილებები. 2025 წლის 16 ივლისს თბილისში ხელი მოეწერა ამ ოქმს, რომელმაც შესაბამისი ცვლილებები წარმოადგინა და ამ ოქმს წარმოგიდგენთ ეხლა რატიფიკაციისთვისაც. ცვლილებები ასევე გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ოქმის ახალი რედაქციის ჩამოყალიბებას, რომელიც მითითებას გააკეთებს წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებულ რედაქციაზე, როგორც საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის წესებზე. აღნიშნული განახლება გულისხმობს შემდეგს, არის ბევრად მოქნილი და იძლევა არჩევანის საშუალებას სასაქონლო კოდის 4 ნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმსა და 50%-იან ადვალურ კრიტერიუმს შორის, მაშინ როცა ძველი წესების მიხედვით ხშირად პროდუქციისთვის განსაზღვრული იყო მხოლოდ კომბინირებული წესი, ანუ უნდა დაეკმაყოფილებინა როგორც 50%-იანი წარმოშობა, ასევე 4 ნიშნა დონეზე კოდის ცვლილება. და ზოგ შემთხვევაში ეს კრიტერიუმი ნაცვლად 50%-ისა იყო 25, 30 და 40%, ანუ ბევრად გაუარესებული იყო. ცვლილება შეეხო კუმულაციის პრინციპსაც და ალტერნატიული წესები დიაგონალურ კუმულაციასთან ერთად ითვალისწინებს დამატებით ეგრეთ წოდებულ სრულ კუმულაციას, რაც იძლევა ხელშეკრულებულ მხარეებში განხორციელებული გადამუშავების პროცესების შეჯამების შესაძლებლობას. ასევე გაიზარდა ტოლერანტობის წესით გათვალისწინებული ღირებულების ლიმიტი და 10%-ის ნაცვლად იქნება 15%. გაუქმდა საბაჟო გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა, ეგრეთ წოდებული no drawback პრინციპი.
გარდა ტექსტილის ნაწარმისა, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არის მხოლოდ ერთი სახის, მანამდე იყო Euro 1 და პლუს იყო Euro Med, შესაბამისად ეხლა იქნება მხოლოდ ერთი სახის წარმოშობის წესი Euro 1. ასევე კონვენციით ახალი რედაქციით გათვალისწინებულია, რომ წარმოშობის ელექტრონული სერტიფიკატების შესაძლებლობა იქნება, ანუ როგორც უშუალოდ წარმოდგენის, ასევე გაცემის ელექტრონული წესი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს გაცემის წესს. ასევე წარმოდგენილი ცვლილება აუცილებელია, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან და თურქეთის რესპუბლიკასთან დიაგონალური კუმულაციის რეჟიმში ბაზარზე წვდომა, ანუ თუ ევროკავშირთან, როგორც იცით, აღნიშნული კონვენციის წევრობა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან უნდა კონდეს ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე მესამე ქვეყნებთან, რომლებიც ასევე კუმულაციის წევრ ქვეყნები არიან. შესაბამისად, ეს იმოქმედებს არა მარტო ევროკავშირსა და თურქეთს შორის, არამედ თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის და ვისთანაც საქართველოს ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობა ორმხრივ რეჟიმში და პლუს აქვს და არიან ასევე კონვენციის წევრები. გადაწყვეტილების ამოქმედება არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გავლენას, ასევე რაც მნიშვნელოვანია ჩვენ აღნიშნული დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით 2021 წლიდან ტექსტილის ნაწარმი მცირე რაოდენობით გადიოდა და დაახლოებით 20 მილიონზე მეტით არის გაზრდილი აღნიშნული რეჟიმით სარგებლობის შემდეგ დიაგონური კუმულაციამ რაც დაიწყო ამუშავება, ანუ თუ მანამდე თურქეთიდან ნედლეული შემოდიოდა, აქ იწარმოებოდა და შემდეგ გადიოდა თურქეთში და როგორც თურქული წარმოშობის გადიოდა ევროკავშირში, ახლა პირდაპირ აქვს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და პირდაპირ არის წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ქართული წარმოშობის ტექსტილის ნაწარმი. ეს იყო მოკლედ და ასევე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც მიხედვითაც გამოიკვეთა სხვადასხვა პროდუქტები გარდა ტექსტილისა, ეს არის ავეჯის, სამშენებლო პროდუქციის, პლასმასის ნაწარმის, ფოლადის ნაწარმის, ქაღალდის და მუყაოს წარმოებები, რომელმაც შეიძლება ასევე ისარგებლოს დიაგონალური კუმულაციით, რაც ნიშნავს, რომ ნედლეული შემოვიტანოთ საქართველოში, თურქეთიდან, აქ მოხდეს მისი მარტივი გადამუშავება და შემდეგ მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ქართული წარმოშობა. მადლობა. მადლობთ ბატონო გენადი. კითხვები ხომ არ გვაქვს? მაშინ ხოთ კენჭი უყაროთ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია და დიდი მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასახელო შეთანხმების ნომერი 2 ცვლილების წელი შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ძინცაძე. ისმენთ ბატონო. მოგესალმებით, განსახილველად წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასახელო შეთანხმების ნომერი 2 ცვლილებების წერილ შეთანხმებას. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, უკვე აშენებულია 2000 კილომეტრამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, დღეის მდგომარეობით სამშენებლო ეტაპზეა 1050 კილომეტრამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განვითარება. ჯამურად აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 80 მილიონი $. სესხი. აღნიშნული სესხი გამოყოფილი იყო რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ. თუმცა რიგმა ფაქტორებმა, რომელიც განპირობებული იყო ერთის მხრივ COVID პანდემიით, ხოლო მეორეს მხრივ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებით და ომებით, მოახდინა სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ზრდა, შესაბამისად აღნიშნული პროექტის დასრულებისთვის დამატებით საჭიროა დაახლოებით 40 მილიონ $-მდე თანხების მობილიზება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მიმართა ფინანსის სამინისტროს დამატებით 40 მილიონი $-ი სესხის მოძიებასთან დაკავშირებით და ასევე სესხის ვადის გადაწევაზე 2027 წლის 30 დეკემბრამდე.
დღეის მდგომარეობით ცესხისვა და შემოფარგლულია 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოსაცხადებელია კიდევ 4 სამშენებლო ლოტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მშენებლობისთვის, ქსელის მშენებლობისთვის და ასევე აქტიური ინფრასტრუქტურის შესაძენად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება წერილ შეთანხმებაში ხდება ერთის მხრივ ვადის განხანგრძლივება 2027 წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო მეორეს მხრივ თანხების ჩამორიცხვის გრაფიკის ცვლილება. აღნიშნულ დოკუმენტს წარმოგიდგენთ შესათანხმებლად და კითხვების შემთხვევაში მზად ვართ უპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას. მე უბრალოდ 80 მილიონი იყო ჯამში სესხი, ხო? და ამ სესხის ნაწილიდან სამუშაოებით რამდენი არის ათვისებული? თუ ფაქტობრივად მთლიანად 80 მილიონივე ზე აღებულია ვალდებულება, დარჩენილი არის ორი ტენდერი, რომელიც არის ერთი აქტიური ინფრასტრუქტურის შეძენა, რომელიც დაახლოებით 6.5 მილიონი $. ჯდება, ხოლო მეორე პროექტი არის ხულო ახალციხე ბორჯომის პროექტი, რომლის განვითარებაც უნდა მოხდეს დაახლოებით საუბარია, რომ დარჩენილი არის 80 მილიონიდან დაახლოებით 14 მილიონი $, რომლის ათვისებაც უკვე წელსვე ორივე ტენდერი მზად არის გამოსაცხადებლად და გამოცხადება. რაც შეეხება მომავალ პროექტებს, ეს არის ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს, ეს არის ახალციხე ადიღენი ახალქალაქის მიმართულება, ახალციხე წალკა თბილისის მიმართულება, ქვემო ქართლის მიმართულება და კახეთი თიანეთის მიმართულება, რომელიც დარჩენილია გამოსაცხადებლად და სატენდეროდ. ფაქტობრივად აღნიშნული ეგონი დაუჭერთ ხარს. კი ბატონო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროექტია ბატონო ვახტანგ. მით უმეტეს ახსენეთ ჩემი რეგიონი, ახალციხე, ბორჯომი და ადიგენი და რა თქმა უნდა გექნება ჩვენი მხარდაჭერა. მე მინდა გკითხოთ, ახლა ეს აქ საუბარი არის ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებში. ჩვენ წინა კომიტეტზეც ვისაუბრეთ, იმ სოფლებში, სადაც ვერ ხდება ბოჭკოვანი ქსელის გაყვანა. ანუ ინტერნეტის მიწოდება ხდება თებშებით და სხვადასხვა საშუალებით. გვაქვს ხოლმე ჩვენ შეხვედრები მოსახლეობასთან და მოსახლეობა ყოველთვის წუხს ინტერნეტის ხარისხზე. როგორ შეიძლება რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი, თუნდაც ამ თებშების, არ ვიცი, ტექნიკურ საკითხში ვერ გამოგყვებით, მოცულობა დიდი უნდა იყოს თუ სხვა თებშები დაიდგას. ანუ ეს ძალიან მტკივნეული საკითხია იმ სოფლებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ქსელი ვერ გადის. მით უმეტეს გახსოვთ კოვიდის დროს ინტერნეტით იყო ფაქტიურად მთელი სასწავლო ნაწილი განათლება ყველა ჩართული ინტერნეტის მეშვეობით და ეს პრობლემები კიდევ უფრო მძაფრი იყო და ყველა შეხვედრაზე ყოველთვის სოფელში ეს კითხვა არის და ძალიან კარგი იქნება თუ ამ კითხვას გავცემთ პასუხს და გარკვეულ იმედებს ჩავსახავთ უკეთესი ხარისხის ინტერნეტის მიწოდების კუთხით. მადლობა. პირიქით მადლობა ძალიან საინტერესო კითხვისთვის. ჩვენი პირველადი ამოცანაა რომ მოვახდინოთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელით მთელი ქვეყნის დაფარვა, ეს საშუალებას მისცემს მათ შორის ისეთ მოსახლეობას, სადაც არ შედის პირდაპირ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის სხვადასხვა ტექნოლოგიების მიხედვით, მათ შორის მობილური ოპერატორების ინტერნეტის ხარისხი გაუმჯობესდეს და ამის საშუალებით მოხდეს ამ მოსახლეობამდე მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიყვანა, თუ არსებობს ისეთი სოფლები და არსებობს ისეთი სოფლები, სადაც არ არის მათ შორის მობილური ოპერატორების მიერ ქსელის დაფარვა, ასეთ სოფლებთან დაკავშირებით ჩვენი სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ კონცეფციაზე, რის ფარგლებში შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ტექნოლოგიების საშუალებით, მათ შორის საუბარია, მათ შორის სატელიტური ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობების და ამისი დამუშავება ეხლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც დამატებით წარმოგიდგენთ კონკრეტულ წინადადებებს ისეთ რეგიონებზე, სადაც ვერც მობილური ოპერატორების საშუალებით, ვერც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის საშუალებით ვერ ხდება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. რამე კითხვა ხო არ გვაქვს? კიდევ ეს დამატებითი 40 მილიონი ესეც EBRD-დან ფინანსდება თუ როგორ არის და პროცენტი რამდენი გვაქვს?
დიახ, ესეც პროცესთან დაკავშირებით ეხავე მოგახსენებთ ესე იგი 25 წლიანი არის სესხი, მათ შორის 10 წელი არის საშეღავათო პერიოდი, პროცენტი არის ცვალებადი, 6 თვიანი ევრობორზე მიბმული, 1.8% არის მარჟა. ეს არის სესხის ძირითადი მაჩვენებლები და პარამეტრები, რომლის ფარგლებშიც მოხდება ამ ახალი დაფინანსების აღება. აღნიშნულ დამატებით დაფინანსებაზე რატიფიცირების მიზნით ჩემი კოლეგა ბატონი გია კაკაურიძე წარმოადგენს უკვე დამატებით დაფინანსების პროექტს განსახილველად კომიტეტის ფარგლებში და უფრო მეტ დეტალებს იგი მოგახსენებთ. კარგით, დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი პროგრამა არის, ჩვენი მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გაქვთ, რომ ინტერნეტიზაციის პროცესი დასრულდეს, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოსახლეობას, რომ დიგიტალურ სერვისები ოპტიმალურად მიიღოს, ინფორმაცია ოპტიმალურად მიიღოს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი აქსელერატორი არის და კოლეგებო, დიახ, მაქვს რომ ხარ დაუჭიროთ აღნიშნულ. მადლობა. შემდეგი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი. პირველ რიგში გილოცავთ და გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით ბატონო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მადლობა მოლოცვისათვის. საკანონმდებლო ინიციატივის წესით პირველი მოსმენისთვის წარმოგიდგენ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წამოიწყო ტრანსპორტის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა შიდა სახმელეთო წყლებში, მდინარეებზე, ტბებზე და წყალსაცავებზე ცურავის საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ცვლილებები შევიდა ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების შესახებ კანონში. იქიდან გამომდინარე, რომ კანონი არ არეგულირებდა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამისად არსებობდა მაღალი რისკები, რაც ითვალისწინებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას. ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ კანონის ცვლილებების შესაბამისად განისაზღვრა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ რეგულირებლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. შესაბამისად, ასევე მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მფლობელთა უფლებამოვალეობები, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირების წესები და პირობები. შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების გათვალისწინებით მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ისეთი მოთხოვნების დარღვევისთვის, რისთვისაც ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისი საჯერებო სანქციები წესდება ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა, შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალებების სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის აღნიშვნის გარეშე, ან შეჩერებული რეგისტრაციით. ასევე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგოების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების ქონების გარემოს ან ტვირთის დაზიანება და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა. ამასთან მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ჯარიმების დაწესებას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისთვის. აღნიშნული ჯარიმის დაწესება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხშირია განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ზღვასა თუ ხმელეთზე განლაგებული სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მიერ უნებართვოდ ასვლა და შეღწევა, რაც იწვევს სანავიგაციო ნიშნების დაზიანებას და საფრთხეს უქმნის ნაოსნობის უსაფრთხოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ხელი არ შეესწრალოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ წყლებში მცურავი საშუალებების ეფექტურ ჰიდროგრაფიულ
უზრუნველყოფას მიზანშეწონილია მითითებული ჯარიმების დაწესება. ეს არის მოკლედ და შეკითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. ესე იგი, ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ როგორც ვიცით, შიდა წყლებზე, როგორც თბილისში, ისე მცხედაში, ისე სხვადასხვა ტოტებებზე არის ტრანსპორტი, რომელსაც ბევრი ტურისტი გადაყავს. აი ამ ტრანსპორტზე აქვს თუ არა ლიცენზია, აი გადაყვანაზე იქნება თუ არა, იმიტომ რომ რამდენად გამართული არის ეს სატრანსპორტო საშუალებები, პლუს ამას რამდენად აქვს უფლება ამ ტრანსპორტს ვინც მართავს, რომ გქონდეს რამე ლიცენზია ან რაღაც გამოცდა ჩაბარებული ასე შემდეგ. აი ეს ამნიშნულოვანია, რომ რამე უბედური შემთხვევა არ მოხდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. სწორედ ამას არეგულირებს აღნიშნული ის კანონი ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების შესახებ და ასევე მთავრობის დადგენილება, თუმცა აღსრულება გვიჭირს იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი არ არის მზად ამისთვის და შესაბამისად თუ უნდა ამოქმედებულიყო აღნიშნული კანონი 2025 წლის 1 ოქტომბრიდან გადავავადეთ და 2026 წლის 1 ივლისიდან ავამოქმედებთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს ყველა 1 ივლისიდან 2026 წლის დადგენილებაზე ვსაუბრობ, რომელიც არეგულირებს წესებს. შესაბამისად ჩვენ აქტიურად მუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან იმისათვის, რომ მოვამზადოთ სექტორი და შემდგომ უკვე გადავიდეთ რეგულირებაზე. მადლობა. ერთსაც გითხავთ საზღვაო სეზონზე საკურორტო ზონაშიც არის ეგ გამოწვევა გვაქვს და რამდენიმე უბედური შემთხვევაც გვახსოვს ძალიან ძიმე შემთხვევათან. აქ კითხვა დგას ასეთ შემთხვევაზე, მაგალითად აი ეს რა ქვია წყლის სკუტერები ქვია, მე სწორად მომწონს. ამ სკუტერების გადაადგილება შეუძლია ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს. და არ სჭირდება რომ თან ახლდეს პირი, რომელიც არის თქვათ სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ან სპეციალური ნებართვა აქვს. ამ კუთხით რამეს გამკაცრებას გეგმავთ თუ არ გეგმავთ, იმიტომ რომ რეალურად სხვაზე შეუძლია ნებისმიერმა პირმა დაიქირავოს სკუტერი, მიუხედავად იმისა, რომ გაგრძალული არის, რომ არ უნდა იყოს თქვათ სიმთვრალის ქვეშ, რომ უნდა იყოს ხიზელი, სხვა რაიმე მოთხოვნა არაფერი არ აქვთ. და ამ კუთხით გეგმავთ რამის გამკაცრებას დიაშე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საკითხია და მით უმეტეს თუ 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს მთელი რიგი რეგულაციები, მანამდე ივნისიც არის და მაისიც არის, სადაც უკვე გამოყენება ხდება ამ ტრანსპორტისა და არ არის საშუალება რომ მანამდე მოვახერხოთ გადაწყობა და ამოქმედების ვადა არ გადავწიოთ ივლისამდე, არამედ იყოს მაგალითად მაისში. წამყვან კომიტეტზე კი გვქნება ამასთან დაკავშირებით კიდევ საუბარი, მაგრამ მანამდეც საინტერესო იქნება პოზიციის მოსმენა. ესე იგი, ყველა მცურავი საშუალება ცხადია ექვემდებარება რეგისტრაციას გემების სახელმწიფო რეესტრში. დღეის მდგომარეობით ზღვაზე რა მცურავი საშუალებებით ცურავს, ყველა დარეგისტრირებულია და შესაბამისად კონტროლის ქვეშ არის. წლიდან წლამდე მცირდება შემთხვევების რაოდენობაც, იმიტომ რომ შრირანგა საქმეთა სამინისტროსთან ერთად აღსრულების ნაწილში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ შედეგებს. ზომამცირე გემებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ამ მცურავ საშუალებების მართვის მიმართულებით არ გავცემთ შესაბამის საბუთებს. თუმცა, 14 მეტრს თუ აღემატება მცურავი საშუალება, რა თქმა უნდა, უკვე შესაბამისი წვრთნა და პრაქტიკული უნარჩვევები ჭირდება იმისათვის, რომ მართო მსგავსი ტიპის მცურავი საშუალება. ამ ეტაპზე, ზომამცირეებზე, რაც არის სკუტერი და შესაბამისად პატარა მცურავი საშუალებები, არ იგეგმება მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ, ცვლილების შეტანა. ეს რეგულირდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, რადგან მას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოსცეს ნორმატიული აქტები, თუმცა შესაბამისად ან ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელებთ, შევხედავთ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაღაცა კონტროლის მექანიზმები გქონდეს და შემდგომ უკვე გაცნობებთ ამის შესახებ. კი ბატონო. მადლობა. კიდევ ხომ არ გვაქვს კითხვები? ენჭი უყურებთ ადგილ. მადლობა.
წარმატებები. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ბატონი ოთარ დანელია. გისმენთ ბატონო ოთარ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. მე ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი როგორც საგადასახადო ომბუდსმენი დაარსდა ჯერ კიდევ 2011 წელს, 2015 წლიდან მან შეიცვალა მანდატი და შესაბამისად წარმოადგენს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს. ძირითადი საქმიანობა არის სამიწარმოო საქმიანობის მაქსიმალური ხელშეწყობა, მათ შორის სახელმწიფოსთან არსებული დავების მოგვარებაში დახმარება. მე წარმოგიდგენთ სტატისტიკას გასული წლის მანძილზე. სულ შედგა 130 შეხვედრა და 198 200-მდე კორესპონდენცია. ძირითადი საკითხები იყო ვაჭრობასთან დაკავშირებული, იყო მრეწველობასთან დაკავშირებული, ასევე იყო აგრარული მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ძირითადი წამყვანი მიმართულებები. რაც შეეხება უწყებრივ გადანაწილებას ლომისწილი მოდის ფინანს სამინისტროზე, დავები, DGG-ს დაბრუნება და ასე შემდეგ, რომელშიც ჩვენ მათ შორის სასამართლო მეგობრის სტატუსსაც განვიხილავთ ხოლმე, თუ ხედავთ შესაბამის საფუძველს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. ასევე შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრო, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ფარმაცევტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და მაშინ საჭირო იყო ჩვენი დახმარება და მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ნაკლებად მძიმე ყოფილიყო ბიზნესისთვის აღნიშნული ცვლილებები. საქართველოს მთავრობა 15%, რაშიც შედის აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა მიმართულება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე განიხილება ხოლმე და მათ შორის მთავრობის დადგენილებების დონეზე. ასევე თბილისის მერია ძირითადი საკითხები დაკავშირებულია ზონალობასთან, განაშენიანების გეგმასთან, ნებართვებთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება მომართვიანობის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, გასაკვირი არ არის, რომ 70%-ზე მეტი მოდის თბილისზე, დაახლოებით 10% არის აჭარა. ყველაზე ნაკლებად აქტიური რეგიონები გახლავთ ქვემო ქართლი, გურია, სამცხე-ჯავახეთი. ეს ტრადიციულად ასე იყო ყოველთვის, ვინაიდან რეგიონებიდან მომართვიანობა მაინც არ არის ისეთი, როგორც დიდ ქალაქებში. შემდეგი საკითხი ეს არის შემოსული საქმიანობაზე რეაგირებები, 55% შემოიფარგლა კორესპონდენციით, შუამდგომლობა მომზადდა 14% შემთხვევაში, სამართლებრივი დასკვნით, ესე ვთქვათ, მივეხმარეთ 7% შემთხვევაში და სასამართლოს მეგობარი 4% შემთხვევაში. სასამართლოს მეგობარი ახალი პრაქტიკა იყო, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ნორმალურია საწყის ეტაპზე. ეს ნიშნავს, როდესაც ბიზნესს აქვს სასამართლოში დავა და ჩვენ ვხედავთ შესაბამის საფუძველს, რომ შეგვიძლია ჩვენი ექსპერტი ჩავრთოთ და მივეხმაროთ სასამართლოს კორექტი ბატონო, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ამ მექანიზმს. ექსპერტულ დასკვნას და წარმომადგენელსაც ვაგზავნით ვასწრებთ პროცესს. ზოგადად თბილისში მოდის 271% და სექტორულად რომ შევხედოთ რა მაგის ანალიტიკა ხო არ გვაქვს? სექტორულად ეს ნაწილდება შემდეგნაირად: ვაჭრობა არის 40%, მრეწველობა 13%, აგრარული მიმართულება 9%, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, სასაწყობე მეურნეობები 6%, ჯანდაცვა 4%, ხელოვნება, გართობა, დასვენება, მათ შორის ესე ვთქვათ, ხორეკა სექტორი 4% და საკონსტრუქციო მოსახურება 4% და დანარჩენი უკვე პრაქტიკულად ეკონომიკის სექტორულ განაწილებას მიყვება. მაინც ტრეიდი, ვაჭრობა, ლომისწილი უჭერავს. აქტიურად და ერთ-ერთ საკითხად ხშირად დაყენებენ სხვათა შორის ამ წვრილმანი ხულიგნობის საკითხებს, რომელზეც საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს საცალო სექტორს. ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პასუხისგებაში ვერ აძლევენ მოძრაობას. ხო, ეგ მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ბოლო დროს. საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებელი იხდის ამის ფასს. რეალურად ეს არის პრობლემა. და შესაბამისად მომხმარებელი ზიანდება ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს დანაკარგი შემდეგ საბოლოო ჯამში ფასი აისახება და მომხმარებელი იხდის. ხო, ეგ თავის მხრივ, ხო. და ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, მუშაობა მიმდინარეობს და კი ბატონო და მიზანი არის რომ ელოდება ამ მიმართულებით პროგრესს. და თუ კი დამატებითი შეხვედრები გვექნება, ბატონო თქვენს ჩაგთავთ რომ ერთად. კი. მადლობა ბატონო თავმჯდომარე.
მოგესალმებით ბატონო ოთარ. ძირითადად რა გამოწვევებია, ანუ ბიზნესი რას გთხოვს და თქვენ ბრძანეთ რომ სასამართლოებში გადაგზავნილი იყო ბევრი საქმე და აქ სტატისტიკა როგორი გვაქვს ბიზნესის საკითხებით. სტატისტიკა ალბათ ჩვენ ჩარევის ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 4% იყო, სადაც ჩვენ ჩავერიეთ და დაახლოებით 50%-იანი, ესე ვთქვათ, შედეგი გვაქვს დახმარების ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად აქ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე მიმდინარე დავებზე, სადაც ჩვენ პროცესში ვrთავთ ექსპერტს. შესაბამისად, გარკვეულ ნაწილზე შეიძლება თავიდანვე რაღაცა არ იყო სრულფასოვნად ან არ იყო დამაჯერებელი იმ პერიოდისთვის, დაახლოებით 50%-იანი, ასე ვთქვათ, წარმატების სტატისტიკა გვაქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება გამოწვევებს პარადოქსული მდგომარეობა და ბიზნესმა ეს არაერთხელ დააყენა, ერთის მხრივ ეს არის რომ არ არის, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსები შეზღუდულია პროფესიონალები მათ შორის და მეორე მხრივ არის ძალიან ბევრი დაუსაქმებელი. ანუ აი აქ თანხwebdriver ჯერ კიდევ ვერ დაახლოვდა, საკმაოდ დიდი არის დიაპაზონი და პრაქტიკულად ყველა დარგში ერთ და იგივე საკადრო პრობლემაზე არის ძირითადი აპელირება. შემდეგი საკითხი ეს არის საგაცხადო შეთანხმებები, ეს არის ფინანსური დავები. იყო DGG-ს მიბრუნების საკითხები, თუმცა აქაც ბიზნესის მხარიდან არ იყო წარდგენილი გარკვეული დოკუმენტაცია და შესაბამისად ბუნებრივია ამაში მივეხმარეთ, რომ სწორად მომხდარიყო აღნიშნული დოკუმენტაციის ორგანიზება და ანუ ძირითადად ეს მიმართულებებია. დინამიკა სტატისტიკურად მზარდია გვაქვს დავების თუ კლებადი? აი წინაწლებთან შედარებით. პრაქტიკულად ერთნაირად მიდის. პროცენტულად თუ შევხედოთ, ბოლო 3 წელი საშუალოდ რო შევხედოთ დაახლოებით ერთ და იგივეა. ვერ ვიტყვი რომ იმატებს, პირიქით 2024 წელს მოიკლო კიდეც დავების რაოდენობა. ძალიან კარგი. წინაწელთან შედარებით. კარგი, კიდევ რამე კითხვები? ხო. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის კომენტარში გავაკეთებდი რომ ამ დასაქმებასთან დაკავშირებით საკითხი, როდესაც ერთი მხრივ დიდია მოთხოვნა პროფესიონალური კადრების და ბაზარზე, შრომით ბაზარზე და მეორე მხრივ უმუშევრობის პროცენტი კიდევ მაღალი არის იმასთან შედარებით ჩვენ რაც გვაქვს გამიზნული რომ იყოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დგება მომავალი წლების განმავლობაში განათლების სექტორის მიმართულებით და ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ განათლების სექტორმა უპასუხოს იმ მოთხოვნებს რომელიც ბიზნესს აქვს ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ბაზარზე მიაწოდოს კვალიფიკაციური კადრები სექტორებს მოთხოვნის შესაბამისად და სწორედ აი ამ ბალანსის აღდგენა გვინდა რომ ერთი მხრივ მზადდებოდეს ის კადრები ქვეყანაში რომელიც ბიზნესს სჭირდება და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას სჭირდება. ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ბატონო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ ამის გავუსვა ხაზს რომ მნიშვნელოვანია რომ ეს დავების სტატისტიკა კლებადია ეს იმას ნიშნავს რომ ბიზნესსა და სახელმწიფო შორის ურთიერთობა არის დინამიური და არის საქმიანი და არის გამჭვირვალე რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის და მადლობა თავმჯდომარე თქვენი თქვამის გაგრძელება მინდა თუ მაგალითად წარსულში წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო რომ ბიზნეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ედავა და ეს დავა მოიგო ეხლა გვაქვს შედეგი რომ როდესაც დავა სასამართლოში არის მაღალი შესაძლებლობა არსებობს რომ ბიზნესის სასარგებლოდ მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება ეს სხვადასხვა კუთხით ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული რეფორმების შედეგი არის რომ თავისუფალი არის ბიზნესიც და წნეხი არ არის სახელმწიფოს მხრიდან თუ რაიმე დავა არსებობს შესაძლებლობა აქვს ბიზნესს რომ დამოუკიდებელ სასამართლოს მიმართოს და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩვენი მიღწევის შედეგი არის და ამავდროულად შესაძლებელია რომ სასამართლოს მიმართვის შემდეგ თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს რაც აბსოლუტურად გამორიცხული იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო 2013-2012 წლებში ასე ღამე აღმოჩნდებოდა
ხოლმე რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს სახელმწიფოსთვის ქონებების და ბიზნესის ჩუქების სურვილით გაიგვიძებდნენ ხოლმე და ამაში ჩართულები იყვნენ მათ შორის ის პირები რომლებიც ახლა გაერთიანებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში ჯერ რომ ბიზნესმენები იყვნენ და ახლა რომ პოლიტიკაში შეაფარეს თავი და დამოუკიდებელი სასამართლოც სახელმწიფო სისტემის გამართულობაც ბიუროკრატიის სწორი მენეჯმენტიც თავის მხრივ რა თქმა უნდა ეკონომიკის ზრდასაც და ძირს ტემპსაც უზრუნველყოფს და ამავდროულად არის გარანტია ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციის შემოსვლის შემთხვევაში რომ დაცული არის ინვესტიციები მათ შორის რისი კონტროლის შესაძლებლობაც არის სასამართლოს მხრიდანაც და ის სპეკულაციები რასაც არაერთხელ ვისმენთ ხოლმე ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნის გარეთ პირდაპირ მიმართულია ამ დახვეწილი მექანიზმების საწინააღმდეგო დარტყმებზე, რაც საბოლოო ჯამში მიზანს ისახავს, რომ ზუსტად არც ის ეკონომიკური და არ ქონდეს, არც ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში, არც ბიზნესი არსებობს და ბიზნესი თუ არ არსებობს, ამასაც დასაქმებული პირებიც არ იყვნენ. თუ დასაქმებული პირები არ არიან, მაშინ იზრდება და რთულდება სოციალური გარემო და ამ ყველაფრის მიზანი კი ვიცით რაც არის ქვეყნის მთელი სისტემის ჩამოშლა, სისტემურად ჩამოშლა და მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს ხელისუფლების თითოეულმა რგოლმა იმუშაოს გამართულად და რა თქმა უნდა ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობას მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ხიდი ბიზნეს სექტორსა და კონკრეტულად რომელიმე ადმინისტრაციულ დაწესებულებას შორის, რასაც წარმატებით ართმევს რა თქმა უნდა შესაბამისად აპარატი და ხმის ხელმძღვანელი რა თქვენ და კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ, რაც უფრო მეტად იქნება დახვეწილი და გამარტივდება ბიუროკრატიული საკითხები და გამარტივდება მენეჯმენტი ამა თუ იმ საკითხისა, რა თქმა უნდა უკვე ნაკლები დავაც იქნება სასამართლოში და კიდევაც ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ კლება მოხდა 2024 წელს შესაბამისი დავებისა და ამ გზით სიარულის შემთხვევაში რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი იქნება მეტი ინვესტიციაც, შესაბამისად ბიზნესის კიდევ უფრო მეტად წარმატების მეშვეობას და მეტი დასაქმებას და უკვე თითოეულ ადამიანამდე მისული ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც ახლა გვაქვს მათ შორის შეგვიძლია დავიქვეყნოთ არა მხოლოდ ევროპაში, რომ პირველები ვართ ზრდის ტემპის და შესაბამისი შედეგებითაც. მადლობა. აბსოლუტურად მეთანხმებით ბატონო არჩილ, მივიჩნევთ რომ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი არის ის რომ ბიზნესი თავისუფალია, ბიზნესი ვითარდება და ჩვენ ვართ რომ კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რომ გამარტივდეს არა მარტო ბიუროკრატიული პროცესები, ბიზნესმა შეძლოს შესაბამისი სექტორების მოდერნიზაცია, გაიზარდოს წარმოების პროდუქტიულობა, რაც თავისთავად აისახება ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლების დაზე. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთევთ პროცესებში, რომ ეს მიზნებს, აღნიშნულ მიზნებს წარმატებით მივახციოთ და ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა გაქვთ და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ გითხრათ ანგარიშისთვის. და კოლეგებო გთხოვთ ცნობად მივიღოთ 2024 წლის ანგარიში. დიდი მადლობა. ამით დღევანდელი კომიტეტის ხმა დასრულებულია. მადლობა.